Las Vegas. მე პირველად ვარ, დათა მეორეჯერ არის ნამყოფი. ჩამოსული არის UFC-ს საყურებლად. და კიდე დასათვალიერებლად აქაურებს. Let's see what we have here. How are you? Ნახეთი გვაქვს. 1, 2 და 3. სასტუმროში არის პატარა ნიუ-იორკი. ნიუ-იორკიდან პირდაპირ პარიზში ვარ. პარიზში შევდივართ. Wow. Halbi davranıyor. Evet, saat çalışıyoruz. ეხლა ვართ სფეროში და დღეს უნდა ვუყუროთ Wizard of Oz. და მოკლედ ხალხი ხო გიждდება აქაურობაზე სფეროზე და ძალიან მაინტერესებს, აბა როგორი გამოცდილება იქნება. მოკლედ ნახოთ ერთად. ავიდეთ ახლა სადღაც 10 წუთი გვაქვს დარჩენილი შოუს დაწყებამდე. Oh wow. Zaytire. That help, Dorothy, you're waking up. Somebody always help that girl. აბა როგორ მოგეწონა? ძალიან რომ მეწონა და არ მეგონა ესეთი შთამბეჭდავი თუ იქნებოდა და ესეთი მოახდინა გავლენას. თავიდან ძალიან ისე გავიჩიტე, ანუ თავბრუსხვევა. მეც ეგრე დამეწყო თავბრუსხვევა. ეხლა მოვედით ვენეციის სასტუმროში და დავათვალიერებ. ხოთ აბა. ეს ცარი? ესეც გაკეთებულია ხელოვნურად. მე ვერ გაიგებ რა არის რეალური და კაი რა არ არსებობს. რა არის რეალური და რა არის დადგმული? არ არის რეალური. ხო და ანუ
არ მჯერა პროფ. თურმან შოუში მგონია თავი. ანუ რაც არ მინახ, ანუ პარიზში არ ვარ ნამყოფი, ვენეციაში არ ვარ ნამყოფი, ყველაფერს ლას-ვეგასში ვნახო. აქ სულ დღე არის და სულ ესეთი სიტუაცია. შეიძლება გონდოლებს და რატო არა? გავიდნენ რა გონდოლებზე. სისულელეებში ფულის ხარჯვას არ ვაპირებ. რატო არ ვარ ნამყოფია? ეს უკვე კარგად დაიწყო დღე. დაღა დაიწყო ვიკა დამთავრდება. ხო, ხო, კარგად მთავრდება. ანუ ერთი თამით მე ამ დროს რომელიც დილის 5 საათიდან ფეხზე ვარ, ერთ სამსახური ვიმუშავე. მე მედია დღეზე ვიყავი UFC-ზე წასული, 4 საათი იქ ვიყავი. იქიდან წამოვედი, სფეროში დავესწარით Wizard of Oz, გამოვდივარ და ვიკა ამბობს, რომ დღე ძალიან საინტერესოდ დაიწყო. ჩემთვის აი სფეროდან დაიწყო ჩემი დღე, იმიტომ რომ მანამდე რაღაცა ვერ მიდიოდა კარგად. თან არის კარგი შენობა ჩემთან. ბოლო რამ არის რისი გაგონებაც ეხა მინდოდა რომ დღე ეხლა დაიწყო. ანუ მოიცა, დამავიწყდა იმის თქმა, თუ რატომ ვარ ლას-ვეგასში. დათოს წამოვყევი, დათო აქ ჩამოვიდა UFC-ზე. შაბათს არის მერაბ დვალიშვილის ბრძოლა. დათო კიდე UFC-ზე მიწვეული არის, აკრედიტაცია აქვს. მედიაზე შეუძლია შევიდეს, კითხვა დაუსვას მერაბს. და რავი, ანუ მაგარი ტიპია რა. თუ ვლოგები გაინტერესებთ ინგლისურ ენაზე, შეგიძლიათ Cool Georgian Dude ეგეთი ჩანელი მოძებნოთ YouTube-ზე და დამიმეგობრდეთ. ეგრევე გაუკეთა რეკლამა თავის YouTube-ს. და თუ მოგწონთ ეს ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და კიდევ უფრო მეტ ვიდეოებს შემოგთავაზებთ სხვადასხვა ქალაქებიდან. კიდევ დაგვიკომენტარეთ მოგწონთ თუ არა ერთად გადაღებული ვლოგები ჩემთან ერთად, დათოსთან ერთად. თუ არ მოგწონთ, ნუ დააკომენტარებთ საკუთარი აზრები შენახეთ თქვენთვის. მაინც დავდებთ. რამ შეიძლება გამაკვირვას კიდე აღარ ვიცი. ნაყინი აუ ძალიან გემრიელად გამოიყურება. გადავწყვეტეთ დინერი ვენეციაში გქონდეს. ნამდვილი იტალიური სკლაფანი. Fresh tomato. აბა ვნახოთ როგორია ხელი პური. ორზე გემრიელი ხო არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე. Cheese for you. The first thing I'll be doing is I'll be scraping thin slices of cheese. Alright. Pini amatriciana with pecorino romano cheese. That's beautiful. Rest of pasta and cheese wheel. გემრიელი კაჩო პეპეს შემდეგ მოვიდა დრო დავაგემოვნოთ. რა თქმა უნდა, ჯელატო. ხან როგორ გამოიყურება ეს ხო ნამხრობა მიგდიროს. ავიღე ვანილის და ალუბლის გემოებით. ნახოთ აბა როგორია. გემრიელია. მაგრამ აი მაიამიში რო გავსინჯე ჯელატო, ეგეთი გემრიელი არ მიჭამია არსად საერთოდ. Hi guys.
მოგესალმებით ისევ ლას-ვეგასიდან. დღეს არის პარასკევი და გადავწყვიტე ორ ადგილას წავიდე. ერთ-ერთი არის flyover, აი სიმულაციას აკეთებს. თითქოს და ატრაქციონზე ზიხარ და ირჩე ქვეყანას, რომელშიც გინდა რომ იფრინო, ესე ვთქვათ, და მე ავირჩიე ბუნებაში ფრენა და მაინტერესებს, აი როგორი გამოცდილება იქნება. სადღაც 9 საათიანი არის ეს ფრენა. და ნახავთ ორ ადგილს. ერთი არის ირლანდია და მეორე თუ არ ვცდები კანადა. თან სასტუმროსთან არის ძალიან ახლოს, ფეხით გადავალთ და მეორე სადაც მინდა რომ წავიდე და მოვშორდე ცოტა აი ამ სასტუმროების და ძალიან mainstream ადგილს. ეს არის Summerlin, ესეთი უბანი არის, სადაც ძირითადად ლოკალები ცხოვრობენ. და დღეს აქვთ რაღაც ფესტივალი, თან ხელნაკეთ რაღაცებს ყიდიან, როგორც ვნახე. და მინდა რომ აი დავათვალიერო უფრო აი ამ სასტუმროების იქეთ, როგორ ცხოვრობენ. რაღაც ისეთი განცდა მაქვს ახლა, რასაც ხედავ, ირგვლივ. ყველაფერი არის დადგმული იმისთვის, რომ აი ხალხმა რაღაც ფული დახარჯოს. ყველგან კაზინო არის, ყველგან თამაში და ხა რაღაც დიდად რაღაც არ მოვიხიბლე მაგ სიტუაციით და მაგიტომ მინდა რომ აი ცოტა გავიდე ამ ადგილიდან. აი აქ მივიდივარ. ესეთი რაღაცები ძალიან არის. ველოდებით ახლა როდის შეგვიშვებენ. ვიწყებთ. When the sun comes over from the east, გავსკდი ტირილით. ეს იყო აი საოცარი გამოცდილება. მე თვითონ აი რამხელა ძალა აქვს ბუნებას. აი საოცრება იყო ნამდვილად. ორ ადგილას თავისებური სუნიც გვცემდა აიქაური რაღაცა იმ თებში ვიციგიზე იყო. ეგეთი არანორმალური გამოცდილება. აი ჩვენ ხო უნივერსალ სტუდიოში ვართ ნამყოფები, მაგრამ იქ ახლა ხანაერი გამოცდილება არის. მოვედით
Holy Village, იტალიური უბანია. რაღაცნაირად კალიფორნიის ვაიბები აქვს. ძალიან მოწონს. ყველგანაირ რესტორნები არის, ბარები, სიმშვიდე, არანაირი ტურისტები აქ არ არის, არანაირი უზარმაზარი სასტუმროები და კაზინოები არ არის. ჩვეულებრივი დასახლება. ხოდა რა იყო ჩემი აქ ჩამოსვლის მიზეზი და რატომ წამოყვები დათოს? ფიქრობ ქალაქის გამოცვლას და გვინდა რამე ისეთი შტატი ავირჩიოთ, სადაც იქნება კარგი ამინდი. და მქონდა სამი ვარიანტი, ეს იყო მაიამი, ტეხასი და ლას-ვეგასი. დათოს ტეხასი უნდოდა და მე ლას-ვეგასი, რადგანაც კალიფორნიასთანაც ახლოს არის. ანუ მდებარეობით ასე მგონია, რომ ლას-ვეგასი უკეთესი ადგილი. პირველი რამდენიმე დღე ხა სანამ აქ მოვიდოდი, მანამდე ძალიან კატეგორიული ვიყავი, რომ აი მართლა ისეთი ქაოსი არის იქ, სადაც რჩებით სასტუმროში, რომ მეთქი შანსი არ არის. აქ ვერ ვიცხოვებთ, მაგრამ ხა დღეს შემეცვალა წარმოდგენა და რაღაც ძალიან სასიამოვნო და ისეთი ადგილია. ირგვლივ სულ მთები არის, ძალიან სიმშვიდე და ლამაზი ადგილია. საინტერესო საღამო გველოდება. არ მჯერა რომ რამე ადამიანად ფასად ვიყიდე. აი ეს ნაყინი და $6 და არა $20. ჩემი შენაძენი ფლი მარკეტზე ეს არის So excited to head up the G Spot food truck.